ვაგრძელებთ ჩვენ გამოშვების მეორე ნაწილს სპორტით დავასრულეთ კალათბურთელებს წარმატება უსურვეთ კარგი ინფორმაცია რომ თოკო შენგელია მცირედი გულის არითმის პრობლემები მოაგვარა ესპანეთში საკმაოდ კვალიფიციური კლინიკაში გუშინ იყო ინტერვიუ მისი ძალიან კი ბატონო და შეუერთდა ნაკრებს ნუ სასურველია რომ ისეთ მძიმე მატჩებში რომელიც გადამწყვეტი არ არის მაინდა-მაინც უნდა იტვირთება და შემდეგ ნუ ჩვენ გვექნება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ძალიან რთული გადამწყვეტი მატჩი ფაქტიურად მასპინძლებთან კვიპროსთან რომელთაც ვალდებულები ვართ მოუგოთ და ეს ორი მატჩი არის აუცილებლად მოსაგები კარგი იქნება თუ ესპანეთს ვერ მაგრამ იტალიას ან საბერძნეთს დავაყოლებთ ამას რაც აბსოლუტურად ხელეწიფებად ჩვენ ბიჭებს თუ კარგად წავუვიდათ თამაში იმიტომ რომ მოსამზადებელი პერიოდი ძალიან ცუდად ჩაატარეს სამხანაგური მატჩები უცნაურად ცუდად რა ვიცი გამოითქვა ვერსიები რომ თავიანთი თამაში დამალეს და იმედია ეს ვერსია არის რეალობა. ეხლა დაუბრუნდით ესე არჩევნებს და მოდი თბილისზე გადავიდეთ ოთარ, იმიტომ თბილისი არის მაინც მიუხედავად იმისა რომ ადგილობრივი არჩევნები არის. ზარი როა შემოუშვათ ჯერ ზარი შემოუშვათ და შემდეგ გავაგზავნოთ. გისმენთ? არის მის თქვენი ხმა გისმენთ? ალო, ეხლა ისმის. ეთერში რა? დიახ ბძანეთ. აი ბატონ ბახალთან და ოთარის გამოკიერჩე. ბატონ ოთარ. გისმენთ? გისმენთ? შეგითხოვა თქვენთან რა? აი თქვა თუ უკრაინის და რუსეთის სამბაი მოინტერესებს. თქვა თუ გაიმარჯვა რუსეთმა რა ხელა შეიძლება თუ ამერიკა ძილმა გაიმარჯვა უკრაინა აი ამის პასუხი მოინტერესებს აი რომელია ჩვენი მომგებიანი ჩვენთვის მოდით გეტყვით მომგებიანი ჩვენთვის არის რაც შეიძლება მალე დამყარდეს მშვიდობა ეს ყველაზე მომგებიანია სიტყვა გამარჯვება არის შეფარდებით ეხა სრული გამარჯვება იყო 45 წელს როდესაც რაიხსტაგზე ვისაც არ ეზარებოდა ყველა ავიდა ხო ეს არის სრული ესეთი გამარჯვება ამ ომში არ მოხდება ნამდვილად არ მოხდება ასე რომ ის რომელიღაცა მხარე გაიმარჯვებს ესეთი რამე პირდაპირ ვამბობ რომ გამორი უკრაინა უკვე რაც არ უნდა მოხდეს და მართლა რომ ყველაფერი ტერიტორიები დაიბრუნოს უკვე გამარჯვებული ვერ იქნება იმიტომ რომ წარმოუდგენელი დანაკარგები აქვს როგორც კი ბატონო კაი რა შეიძლება რუსეთს ახლა რა გასაგებია ახლა ერთი რამეა თუ რუსეთი დამარცხდა რუსეთი უკრაინასთან არ მარცხდება მათ ხდება ევროპასთან და ამერიკასთან კი ბატონო აი ამის პასუხი აინტერესებს და რა რუსეთის დამარცხებაში რა აი რას გულისხმობთ თუ თქვათ ის ტერიტორიები რაც აღებული აქვს უკრაინაში ის ტერიტორიები დაკარგა არაფერი რა ნუ დიდი ალბათობით მაგი არ მაინტერესებს აი თქვათ რუსეთი თუ დამარცხდა მარცხდება ამერიკასთან და ევროპასთან ხო ჩვენთვის რა ხდება ხო და თქვათ სიტყვაზე ხო მოხერო რუსეთი დამარცხდა მე ჩვენ ახშეიდი გვაქვს მაგილი აი ამერიკა რამე იყოს და რუსეთმა რომელი ქვეყანა რო დაგვარცხავს ომი გამოგვიწევს ამერიკა გვიშელიცე დაგვეხმარება არა არ დაგვეხმარება პირდაპირ გეტყვით რომ არ დაგვეხმარება ხო აბა რუსეთი გააჩენდულები ერთ-ერთი პატრონია საქართველოში რუსეთი და რაცეთი დამრუშეს არა არაფერს არ ვიცი მაგრამ პატრონი რატო არის ვერ გავიგე ჩვენთვის ნამდვილად არ უპატრონია რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა პირიქით უფრო ვიმტრო აბა თურქეთი გვიშელის არა არ მითქვია რომ თურქეთი გვიშელის ოდისმე გაიგიათ ამეთე აი რუსეთმა დაგვარცხა ჩვენ სიტყვაზე და დიდაკმ თურქეთმა დაგვარცხა ამერიკა რაც იზამს ჩვენ დაგვეხმარება
ბატონო ჩემო, გონი ამ ეთერში არასოდეს არ გიტყვია ჩვენ რომ ვინმე დაგვეხმარება და არც არასოდეს იმედი არ გქონია და ეს სრულიად აბსურდია რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები ეს არის აბსოლუტური ბრიყული ტერმინი და აბსოლუტური ამიტომ რუსეთი უძავდება ინოვაციას რუსეთის გარდა ჩვენ პატრონი არ აქვს კარგი დაბლობთ თქვენი პოზიციისთვის მეთქი რომ არც რუსეთი არაა ჩვენი პატრონი შეიძლება მოხდეს ინტერესთა თანხვედრა მაგრამ პატრონი როგორც ეგეთი სამწუხაროდ არ აყვავს უფრო მეცაც ვიტყვი თუ ინტერესთა თანხვედრაზე აიხლახანს იყო კაიხნის მანძილზე პირველად რომ საერთო ინტერესია რომ თქვათ ის ზანგეზურის დენეფაინ და მთელი რიგი შემოვლითი გზები რუსეთმა დიდი ალბათობით დაბლოკა მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს პირველადი მონაცემებით ტრამპის და პუტინის მოლაპარაკებით ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები ნამდვილად საერთო ინტერესები გვაქვს და ის რომ რუსეთი ჩვენი პატრონია აი ხა როგორ ფიქრობთ რომელიმე რუსი იძახს რომ მე საქართველოს პატრონი ვარ არა არც ერთი რუსი არც პუტინი არ ეძახს ამას არც არავინ და ხა ჩვენ თო რატო უნდა ვიძახოთ რომ ჩვენ ყბები ვართ რუსების ჩვენ სრულიად გავუგებარია რა და რაც შეეხება რომ არ უნდა ვლანძღოთ და აი ფინია ძაღლებით არ უნდა უყეფოთ უკან და ამაში გეთახმებით ჩვენ ეს არასოდეს არ გვიკეთებია და ამ უაზრო გინება და ლანძღვაში არაფერი სიკეთე არ დაგვინახია და ხა რა ვიცი აი ეს ძალიან ძნელია რა რაღაც იმ მოქროს შუალედზე საუბარი რაზე ჩვენ საუბრობთ რა სახე არ დავკარგოთ მაგრამ არც ფინია ძაღლებით არ ვიყეფოთ ხო ვცდილობთ რომ ერთი შევინარჩუნოთ და მეორეც და ისო ვიღაცა პატრონი ყავს და ჩვენ ყბები ვართ იმის რა ვიცი მე ვერ ვგრძნობ ვერავის პატრონობას საუბედუროდ ნეტა ვიღაც პატრონი ყავდეს რავი ამბოლ დროს ყველაზე მეტად თუ პატრონის ძიება ჩინელებს ხო ინტერესი თანხმდა ყველაზე მეტი ჩინეთთან გვაქვს ზარია გისმენთ რამეშვიდობის ბატონო ოთარ იქ ხო მაგ ჩვენ დაციკლებული გვაქვს ზანგეზურის დერეფანზე აი შვიდობა რომ დამყარდეს რუსეთ უკრაინის შორის ის გზა ხო გაიხსნება და მე რა გვეშველება არა მისმინეთ აბსოლუტურად ის გზა არა გეთახო გავიგე რაც თქვით ეს გზა ეხლაც გახსნილია თქვენ წარმოიდგინეთ ერთხელ დაიმბობა და იმ მილებს რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის ევროპისთვის მიმავალი გაზის მილები იმას ერთადერთხელ მოხდა ტერორისტული აქტი თუ არ ვწდები რა და ისაც ევროპაში მე უკრაინას ლამის დაემუქრე რომ აღარაფერს აღარ გამოგიყოფთო და გააჩერეს ეს მილები ამ ნავთობგასადენს გულისხმობ ხო დრუჟბას და ნავთობის და გაზის ხო ნუ არა ბატონო მალხაი დიახ ერთი მაგალითად ჩვენ ჩვენ შეთანხმდით უკრაინა მოსულია და ეხლა მაგის იმედი მგონი არ უნდა ვქონდეს რომ დასავლეთი აღადგენს ეგ უნდა რუსეთმა აღადგინოს და მაგალითად ეს რკინიგზა ვლადივოსტოკიდან ევროპამდე ერთი ქვეყანიდან საბაჟო ისაც უფრო ნაკლები მოუწევს გადასახადი და რაც შეიძლება დამყარდება უფრო ჩვენთვის არ არის კარგი მაგალითად ეხლა თავისუფლი გახდა რომ სომხეთ აზერბაიჯანის და შორიგება მოხდა და ის უფრო მეტი ფასეხი არ იქნება ბატონო მალხან ეხლა უყურეთ გონახსენეთ ესეთი რამე მოგაბეზრეთ ჩემი დამადობა რომ არა ძალიან საინტერესო ვერსია თქვით ოღონდ შეგეკამათებით ერთ რამეში თქვენ ახსენეთ ვლადივოსტოკიდან ევროპისკენ მიმავალი ხო ანუ თქვენ რა მაგისტრალსაც ახსენებთ ეს არის მთლიანად რუსეთის ტერიტორიის გადაკვეთა ევროპისკენ ჩვენ არ ვამბობთ რომ ჩვენ რუსული ენერგომატარებლები უნდა გავატაროთ არა ბატონო არც არასოდეს გაგვიტარებია და არც მოგვიწევს აქ არის აზიური ენერგომატარებლები ეს არის შუა აზიის ქვეყნების ეს არის ჩინეთის რომელიც ბევრად შეიძლება მეტი იყოს ვიდრე რუსული ენერგომატარებლებია ევროპისთვის აქ არის და მარტო ენერგომატარებლები არ არის აქ არის ჩინეთის ტვირთები ხო მთელი რიგი პროდუქცია რომელიც ევროპა მარაგდება და ევროპული დახლები სავსეა ჩინური თვითებით ხო ასე რომ აქ აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე ის რუსული გაზი და ნავთობი არც არასოდეს არ გაუვლია საქართველოს გზით და არც აწიგაილის და ნუ ეს იქნება რა ვიცი აბსოლუტურად ლოგიკიდან ამოვარდნილი თქვენ ახსენეთ ვლადივოსტოკიდან გეთახმებით ვლადივოსტოკიდან მთელი ციმბირის ნავთობები ენერგოისები მიდის რუსეთიდან და აქ ჩვენ სხვა
ქვეყნებზე გვაქვს აქცენტირება და არა რუსული ტვირთების გატარებაზე. რუსული ტვირთები ჩვენ შეგვიძლია გავატაროთ არა ევროპისკენ, არამედ სამხრეთის მიმართულების, აი რუსეთიდან ახლო აღმოსავლეთში, რუსეთიდან თურქეთში, რუსეთიდან რა ვიცი არაბულ სამყაროში, რუსეთიდან თურქეთში, ესე იგი სომხეთში, წარმოიდგინეთ და თან ამისთვის ერთი გზა კი არა, აფხაზეთის რკინი გზა არის, აფხაზეთის გზაც არის, რკინი გზაც და უბრალოდ გზაც, სამანქანო. წარმოიდგინეთ თურქეთს, რუსეთთან თურქეთს არ აქვს სახმელეთო საზღვარი და ამისთვის არის იდეალური საქართველო. ერთისთვისაც, მარტო რუსეთთვის არა და მეორისთვისაც და ძალიან მომგებიანი საქართველოსთვის. და გარდა ეკონომიური მოგებისა, ჩვენ კიდე გვემატება აბსოლუტურად უცხო დივიდენდი. აფხაზების მოკვრის, აი კიდე ვიმეორებ ამას და არასოდეს არ დავიღლები ამის გამეორებით, რომ ერთადერთი აფხაზებთან პირველი ნაბიჯები ერთმანეთის მიმართ არის ეკონომიური ნაბიჯების გადადგმა. როგორც კი ეს რკინი გზა და გზაამუშავდება, ჩვენ და აფხაზების ინტეგრირება გვინდა არ გვინდა იწყება ეს პროცესი, აუცილებლად დაიწყება. ამას დაემატება ლარსი, რომელიც არის ყველაზე სუსტი ალბათ გამტარი და რომელიც ერთადერთი მუშაობს, ხო? განსაკუთრებით ძალიან მაგარ პრობლემებშია ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არის საოცარი საშინელი საცობები შექმნილი. საცობებს თავი დაანებენ, გამტარიანობის უნარობა დაბალი და ზამთარში საკმაოდ პრობლემატურია. ამას დაემატება ცხინვალის, ჩვეულებრივი ცხინვალის როკის გვირაბის გახსნა, რომელიც აუცილებლად უნდა გაიხსნა და ოსების ინტეგრირებაც, რომელიც ბევრად მარტივი პრობლემაა ვიდრე აფხაზები, იმიტომ რომ ჩვენ და საბედნიეროდ უფრო მეტი ოსი აქეთ არის საქართველოს ტერიტორიაზე ცხინვალიდან გამოსული, ვიდრე იქით და ეს ხალხი ძალიან მარტივად მოხდებით ერთ ოჯახში, აი ძალიან მარტივად, ეს უბრალოდ პოლიტიკური ნება უნდა იყოს ამისი და ოსები და ქართველები ისევ ვიცხოვრობთ, როგორც საუკუნეები გვიცხოვრია, აი თამარ მეფიდან მოყოლებული ერთად, ძალიან მარტივად და ეს მე კიდევ ამბობ და ეკონომიურად საოცრად მომგებიანი პროექტები, საოცრად კიდევ ვიძახი რა, ეს აღმოსავლეთ-დასავლეთზე ტრასაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტებია, თუ მეტი არ არის რა ეკონომიურად, იმიტომ რომ კიდევ ამბობ ფაქტიურად რუსეთს ვაკავშირებთ არაბულ სამყაროსთან, რუსეთს ვაკავშირებთ თურქულ სამყაროსთან, რუსეთს ვაკავშირებთ ერთადერთი აი რაც გვაქვს დღესდღეობით მომგებიანი, ერთადერთი რაც გვაქვს ეს არის მილი გადის სომხეთში გაზის. და იქიდანაც კი მოგება 10% მოგება გვაქვს. იქიდანაც კი და შენ წარმოიდგინე უზარმაზარი პროექტები რო დაიწყება და მიმოსვლა რამხელა საქართველოს რამხელა მომგებიანი იქნება. ზარის შემდეგ გისმენთ. მოგესალმები დადოახავს და მოგესალმები ბანკირე გავთ ომის ამბავზე მინდა ორი სიტყვა თქვა და რაოდენობის დეფიციტს განიკრია უკრაინა რუსეთთან შედარებით მაგრამ ძალიან კარგია რომ ერთმანეთი როგორც საერთის სახმარებო სამება დაუწია რა უშუალოდ ეს ომი შეწყვეტა დროების არის ჩემი ხმარწმელი თარიქნება. ისეთი არ შეწყვეტა დროები და ომი გაგზავნა ბოლომდე შეიძლება 3 წელი. აგრა ბაიდენის დროს უკრაინა უშუალოდ აღზევდა თანხას მილიარდობით 90 მილიარდი დაბლოკა ტრამვა, მაგრამ აგრა ევროკავშირის დაგზავნა 5%-იანი გადასახადი ნატოს სასარგებლოდ. აგრა გამოსცა ის რომ ეს ევროკავშირის ქვეყნები და სხვა ქვეყნები ნატოს ურისხავენ თანხას და ნატო აძლევს მეორე უკრაინას თანხას. არ დამშვიდება მსოფლიო სანამ რუსეთი არ დამარცხება. რუსეთის დამარცხება ნიშნავს ყველანაირი ხელისუფლების უკან დახევას. მაგრამ ჩემი აზრით ხმარწმენით რა არ შეიძლება საქართველოს არაფერი. და შეიძლება ომის პირობებს უზორდას ომის მონაწილე აფხაზეთი ოზეხებულოდა ხარიბაშვილმა იყვანას და ისედაც სიცხვილია ისედაც არის რა მასშტაბის ამაზო კაცი ომში რომ იდეს ხეს მოებარები აკომში ჩავა არ არსებობს 1% არ არსებობს თეორიად არსებობს პრაქტიკა არ არსებობს ზოგადად რა პატრიოტიზმია ლაპარაკი კაი დაიღუპა კაცი რა საგნებენ იმის ოჯახს ან იმას მე ასეთი ყველაზე დიდი სიცხვილია მაშინა სორი იყო თილაკი და შევირო გაუხმა სავალდებულო სამსახურდა
კერძო კონტრაქტორებზე გადაიტანა ამბავი. ისე მოსაბზადურია როგორც ისრაელში აკეთებული რეზერვისტები ხართ, ამის მომზადება შეიძლება. ამის ხმა მინდოდა. მაგრამ ნაცები სააკაშვილი. Lomia de imașele că Gocea, Pedia, Jojoas. Caza, naționale, este sacașico. Este dami sacele din metilorba. Națebi, sanmat gelemi, româniți, scuit coavis. Sacașuli, coda sacașuli, masa Temurea Sania Magdalda. Temurea Sania, că este zadăcată de rusări sacinam de ori. Fac de oră, sacașuli, urma, tamas de zăuda. Ce mi se hădule de zău. Este igual condori, este igual que para ser ambos. Tanto sabe que se le mostró para dar se demostró para Madlock. კი ბატონო, რა შეეხება სააკაშვილს, ის რასაც აკეთებდა, ეს არ იყო ნამდვილად პოლიტიკა. სააკაშვილი ანეიტრალებდა რუსულ საფრთხეებს იმით, რომ მთელი სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთს, მათ შორის ომის შემდეგ ენგურჰესი მართვაში. Ну ეს იყო რაღაც საოცრება, უკანასკნელი ძაფი გადაჭრა თავისივე ხელით, ანუ ის აფხაზი უკვე დარწმუნებული იყო, რომ თავისი ენერგომომარაგება მთლიანად რუსეთზე იყო დამოკიდებული და უკვე სალაპარაკოდაც არ მოდიოდა, ისე გადააქცია სიტუაცია სააკაშვილმა და ამერიკასთან სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებები ჰქონდა დადებული. ანუ ეს იმ პოლიტიკის და იმ პოლიტიკოსის ბალანსია, რომელსაც საკუთარი სკამის და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება უნდოდა, მაგრამ ამით საქართველოს სამწუხაროდ არაფერი არ მიიღო. ამიტომ ასეთი პოლიტიკა ნამდვილად ჩვენ არ გვარგებს და ეხა რუსეთის დამარცხებას თუ დაველოდებით ჩვენ, არ ვიცი, ეხა დაველოდებით ტყუილად ჩვენი მშველელი არავინ არა, არც ჩვენი მეგობარია რუსეთი და არც ჩვენი პარტნიორია ამერიკა. ჩვენ ვართ სამწუხაროდ ყველასგან მიტოვებული და ყველასგან მოტყუებული. სამწუხაროდ ეს რეალობა გვაქვს. საერთოდ არ უნდა ამერიკის და დღევანდელ ადმინისტრაციას ქართულ ოცნებასთან საუბარი, არც თანამშრომლობა და არც ურთიერთობის დალაგება და ამას ვხედავთ ევროპისგანაც. და ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ ილუზიებიდან, რომ ქართული ოცნების პირობებში რომელიმე კონტინენტთან დავლაგდებით, თუ გინდათ ევროპულთან, თუ გინდათ ამერიკასთან. ეს არ იქნება სამწუხაროდ აი ამ პირობებში და ჩვენ ძალიან კარგი შანსი გვაქვს ახლა ამ არჩევნებზე დავანახოთ რეალურად რა გვინდა, როგორი გზით ვივლით. თუ გვინდა ისევ ეს გაგრძელდეს და უარეს დღეში ჩავვარდეთ, მაგალითად ისეთში, რომ კანდიდატის სტატუსი წაგვართვან, მაგალითად ისეთი, რომ სავიზო რეჟიმი შემოიღონ ჩვენ წინააღმდეგ, მეგობარი აქტი მიიღონ და ამით მთელი ქვეყანა დავზარალდებით, მაშინ არ ვიცი, მაშინ გავაგრძელოთ ხო ასე ცხოვრება, აი ამ 100 კაცს უყუროთ, როგორ ნავარდობენ და როგორ მიითვისეს ლამის მთელი ქვეყანა ჩადებული აქვს ჯიბეში. თუ არ და სხვა შანსიც გვაქვს, მეორე შანსი, რომ მივიდეთ საარჩევნო უბნებთან, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობით იმისათვის, რომ რეალურად ეს სურათი შევცვალოთ უმძიმესი, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში. ზარია შემოგვიყვება. ზარია. საღამოშვიდობის. ხმა მაღლა ცოტა რაში. ცუდად ისმის. შეათათ უყურეთ თქვენ გადაცემას. მოგიწოდებთ ხშირად უყურეთ. ხოთა კორკოტას რაღაცა გულის მოფხან რეპლიკებს ნახშები რატო იცით? სიმართლეს იძახის რეალურად. კი ბატონო. ხოდა, აი მე მაგალითად ქალბატონ იმას და ბატონ დავით ქარხანმოურას დიდ პატივსცემდი, მაგრამ მაგალითად თავის დროზე დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც პარლამენტში შეუშვეს არ ვიცი, ინჯია და არ კამათობთ, მაგ თემაზე გეთახმებით. ხო, მაგრამ სიმართლე ფაქტიურად მაგათ გაიმარხეს თავი და ხო. ხოდა არ მგონი ამით თავი დაგვემარხა, მაგრამ ეს იყო შეცდომა პოლიტიკური სავარაუდოდ. დღემდე ეს მე რას ვიძახი, იცით? ხალხში რაღაცა რეიტინგი დაეცა ამ ხრივ. ეს კი მესმის რომ უნდა და რაღაც, მაგრამ მეორე თემა იცით, აგერ რა ხდება რუსეთში, აგერ რა ხდება ირგვლივ ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში რა ხდება რეალურად, იცით, მოდით შევხედოთ რა დღეს საკვები რაღაც ხალხო, ამიდორი, შვიდილავი, ქლიავი, არ ვიცი, ხალხი ვითი არსებობს. დღეს არის თან სეზონი იმ უბედურების, რომელიც
თქვათ ელემენტარული საკვები ჭირდება ხალხს. ამაზე რატო არავინ არაფერს არ იძახის და არავინ არ ფიქრობს. და ხალხი თითქოს გაჩვენებულია რაღაცა რუსეთში როა ოღონ კარტოფილი კონდეს მოხარჭული და არაკიტავსო მორჩა იშვიათად უყურებს ჩვენ გადაცემას. და მე ხა უბრალოდ გულშემატკივარი როგორც ქართველი ნამდვილად კივა გული იცით და აქვს მეთქმა შეარგოს აი ბევრს მაგრამ აიცი ალბათ საფიქრალია რომ მასა რომელიც შიერია და ნაგვისყუჩია გადაყოლებული შეიძლება ნაგვისყუჩიც არ იყოს გადაყოლებული რომ საშუალოდენის ინტელიგენცია ძალიან უჭირს უკეთეს ცხოვრება და ალბათ ეს ყველაფერი მართლა საფიქრ დასალაგებელია უკვე და ეს არის აქცენტი გასაკეთებელი. კარგი, დიდი მადლობა ზალისთვის, რა ბევრი რამეა დასალაგებელი გეთახვები ქვეყანაში და ის პრობლემები კიდევ ამბობ, ის გასაპროტესტებელი იმდენი რამეა, რომ აი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძებს ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება, მაგრამ რადგინდა, როდესაც პროტესტის ნიშა ხელში აქვს ჩაგდებული ერთ მუჭა მაგრამ ძალიან დიდარ ტიპებს მართლა ხელში აქვს ჩაგდებული და ექსკლუზივი აქვს აღებული და მათი მიზანი არ არის რაღაც ეკონომიური გამოსწორება, მათი მიზანი არ არის რაღაც ფასების დარეგულირება, არა, პირიქით ისინი მათ უნდათ რომ კონტროლზე თვითონ აიყვანონ იგივე, იმიტომ რომ მათი მოგონილია ის ბენზინიდან მოპალული ლიტრაზე ლარი არსად არ გამხრა, ის ლარი კიდე იპარება და უნდა დაიბრუნონ თავიდან ბოლომდე, უნდა დაიბრუნონ ყველაფერი აბსოლუტურად, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ საუბრობენ იმაზე, რაზეც ჩვენ საუბრობთ. რაც არის ახლა პამიდორი რომ მართლა გაგანია ეს პამიდორის სეზონია და 7 ლარი ეღელება და ქლიავი 12 ლარი რატო უნდა ღირდეს? აი მართლა შეიძლება გამოქლიავდეს ადამიანი, რატო უნდა ღირდეს 12 ლარი ქლიავი? აი წარმოუდგენელი ფასია, ხო? ატამი რატო უნდა ღირდეს 9-10 ლარი, როდესაც გლეხი 20 თეთრად ვერ აბარებდა და დალპა და გადაყარეს. აი უბრალოდ მართლა დალპა რა კახეთში რა. აი წარმოუდგენელი აქ უკვე ხელისუფლების დანაშაულიც იგრძნობა რა თქმა უნდა ხო ეს ბევრი ის არის ელემენტარულად კონცენტრატი მზადდება გინდა ატყვის გინდა ვაშლის ხო ქარხანა ჩადგის შეყაიდება მიშილო მარტო ტენდერზე რო იგებ ფული მოდი რა წარმოებაში მოიგებ ფული რა ასობით ადამიანს დაასაკებ ასობით გლეხს გაახარებ არა ნუ არ ვიცი მე ეთქობა ქართველები არ აღმოჩნდით ბევრ რამეში ნიჭიერი აღმოჩნდით მაგრამ ბიზნეს თვალსაზრისით თუ ქორვაჭრული მიდგომა არ არის აშკარად ძალიან სუსტები აღმოჩნდით ამდენი მილიონერი ყავს და არც ერთმა საქართველოში არც ერთ საწარმო არ შექმნა აი წარმოიდგინე ზარია გისმენთ ალო გისმენთ ეთერში ბრძანდებით მე რამინდა იცი ერთი იმას მერეს რომ ეს დავით მოურავი ესე ყოფილიყოს პრეზიდენტი და მაშინ გვეშველება ყველაფერი ჩვენ მაშინ ავშენდებით და იმიტომ რომ ეს კაცი არის ღმერთის მოწმუნე არის ხალხისკენ და არავის არის მაგას არ ექნება მის მიდრეკილება რომ ფულები დააკუწოს და გაიღლიტოს ხალხისთვის იქნება ჩემი აზრით და იმას მევესწრებოდე რომ ეგ გევიდოდეს პრეზიდენტად მაგრამ ვერ გავა ამ ივანიშვილის ხელში ამის მოსვლის დღე რაფერ შევიგინო ვერ გავა სანამ მე გველი იარსებებს ვერავინ ვერ გავა რა ვიცი რითი უნდა მოსწოთ მე შეღარ წარმომიდგენია ვერევია გლიჯამს კლამს იჭერს ამახინჯებს ქართველებს ჩაგრამს ყველანაირად ესე იგი ქართველებს ბოდიში და თავს ხლავს ასხამს რა გვეშველება მეც არ ვიცი რანაირად უნდა მოვუაროთ ვერ გეტყვით რა ვიცი იქნება თქვენ მაინც მე ისაზროთ რაღაცა თუ არსებობს ისეთი რომ ეგ ჩამოაგდოთ და მოვაშოროთ ამ ქვეყანას კი ბატონო თუ გავიდა ესე იგი ჩვენ გვეშველება და შვეიცარია გვერდზე დაგწება მე ნიას ეთირწმენა მაქვს რა ვიცი დაგარჩენი რა გითხრათ ღმერთმა გისმინოთ დიდი მადლობა ყურადღებისთვის ღმერთმა გისმინოთ მე კიდევ ამ საპროტესტო ველი ისეთ ჯგუფს უჭირავს რომელსაც აბსოლუტურად 10 ქვეყნის გაკეთილშობილების იდეები არ აწუხებს და პირიქით თუ რაღაც დემოკრატიის ხაზით და ჰუმანურობის ხაზით რაღაცა განვითარება მოხდა ამ 12 წელიწადში და ნამდვილად მოხდა იმასაც კი უკან დააბრუნებენ და საერთოდ ეკონომიკაზე ისინი არ საუბრობენ, იმიტომ რომ პირდაპირ ჩვეულებრივად უნდათ ის ბერკეტები, რომელიც ქართულ ოცნებას
უჭირავს ხელში დაიბრუნონ. მორჩა მათი მიზანი მეტი არაფერი არა, ამას ემატება მათი მანიაკალური რამდენიმე ლიდერის ისევ სათავეში მოყვანა და ეს არის ხო მთელი ოპოზიციური სპექტრის ბავშვები რაღაცა არ იქნება რა სამართალს და უბედურებას მერე ნახავ თქვენ საწყლები ბავშვებს მინდა უთხრა გადაგამტრევენ ხერხემალში ზუსტად ეგ ხალხი ვისაც დღეს გამოყვანილი ხევხართ რა როგორც კი ერთ რაც ესენი აკლებენ მაგრამ არა ისინი ვერც გააჭაჭანებენ უბრალოდ დამთავრდება თქვენი პროტესტი მანდ რაც ამსაც აი ვისთვისაც იბრძვით იმას რომ მოიყვათ იმ დღეს დაგიმთავრდებათ ყველანაირი პროტესტი შემდეგი ზარია გისმენთ გამარჯობა ეხლა თქვენი ხილი მასწავლებელი არ ვარ მაგრამ დავასწრებ თქვენ არხსა ეცი აი მასწავლებელი ანუ ევრობასკეტი რო გაუშვათ და ბორცე გამწევდა ცუდად ისმის, ცოტა ხმამაღლა თუ შეიძლება რა მართლა ცუდად ისმის. ეთერში ხარ ბძანეთ. გაითიშა. სამწუხაროა რა მართლა ვერ გავიგე რა რაღაც ევროპაზე საუბრობდა თუ არ ვცდები. ხო, რაღაც არის მოდა, რაღაც დღეს ძალიან ცუდად ისმის. შემდეგი ზარია. აი, შემდეგი ზარი მაშინ პირდაპირ შემოუშვათ, ნუ დაველოდებით და ბძანეთ გისმენთ. ალო. გისმენთ ხალბატონო. საღამო მშვიდობისა მოგესალმებით. მოგესალმებით. მე ყოველთვის უყურებ თქვენს გადაცემებს. გაიხარ. ძალიან პატივისცემს დაწყებიდან აი ახამდე. და ბოლომდე ალბათ. ცოტა ხმამაღლად ცუდად გვესმის? მე ვეთანხმები ორი ადამიანის წინ რომ გამობრძანა მამაკაცი და ბრძანა შილით არის ქვეყანა უკვე ნადროა დამდგარი ბავშვების შილით ეხოთება ისმის რამე და რა ფასებია მოკლედ გაგიგდება ადამიანი სად არის საქართველო სად დაიკარგა ქართული მართალი კარგისა ო აი არის მისვარდაცი ხდება ალბათ კი ბატონო კიდევ ამოფ რა რეალურად გასაპროტესტებელი რაც არის იმას ვერ ვაპროტესტებთ იმიტომ რომ კიდევ ვიძახით საქართველოში პროტესტის პრივატიზირებულია არ ვიცი ტენდერში მოიგეს თუ რაში მოიგეს ყოველ შემთხვევაში მათ ფინანსებით ჩვენ ვერანაირად ვერ შევეჯიბრებით და ნუ ეს პროტესტი არის აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წაყვანილი აბსოლუტურად ისეთი მიმართულებით რომ როგორც გინდოდეს ვერ შეუერთდები როგორც არ უნდა იყოს ხელისუფლებაზე გაბრაზებული მე უბრალოდ ვარ ნუ აი რა შეუერთდე რომ თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს თავისუფლება მანიაკებს თავისუფლება მკვლელებს თავისუფლება და რა რისთვის რომ თან იმისთვის კი არა რომ უბრალოდ თავისუფლება ნუ თავიდან მოკლან და თავიდან აწამონ კაცო ამისთვის თავისუფლება და ხა მაგრამ სულ სხვა კიდევ ამბობ პრივატიზირებულია საქართველოში პროტესტი ამ დროს იმდენია საპროტესტო რომ ნუ აი წარმოუდგენელია ზარია გისმენთ მოგესალმებით დღეს მომეტონა თქვენი გამოსვლა აღიარებს იმას რომ არ შეიძლება ამ პროტესტების მოსვლა პროტესტების მოსვლა ხელისუფლების სათავეში ვიცით რა თქმა ძალიან გთხოვთ როგორმე გამოინახოთ ამ დღევანდელ ხელისუფლებასთან თქვენი ურთიერთობა როგორმე დალაგდეს ეს საკითხი რაც შეეხება იმ პროდუქტების სიძვინეს იქნება მაგრამ იქნება წყალი არა მე რამდენჯერ შემოვსულა და მithქვია წყალი რით მოწყას აღმოსავლეთ საქართველოში კლიავი უაშლი არ არის წყალი არ მოვა მოწავალი არ მოვა მესამე საკითხი რომელ რეგიონს გულისხმობთ უწყლობაში კახეთს ალბათ ხო კახეთი დასაბურელია მე ახლა შემოვიდივარ მოგაწინე თავი დავიღალ გარდაბანში მე რაფია მუნიციპალიტეტიდან რეგიონალ ავიცი სადარა და 37 წელია კრანი არ მიდგა ზემოთ. გაკეთებულია ნორმალური სახლი, აშენებული. ვერ მივუყარე იქ ამ წყალი. იბრძო. და რას მეუბნება? 7-8 კილომეტრი შენი ძალებით მივიყვანეო. როგორ მივიყვანო ვეუბნები მე? რა გრეხი გამიშეს, თემიშეს მიწოდას აუმატხრიეს მიცამადებიებს თუ რა. ეს შენ უნდა მოაწესრიგო ეს ინფრასტრუქტურა. მე რა შემიძლია? რაც შეეხება ახლა მინდა მაინტერესებს თქვენი აზრი აი ახლანდელ ინფორმაციასთან რისთან დაკავშირებით. იმდენი ბოდიში იბრიკა ეს ალიევი უნდა შევიარაღდე, უნდა უკრა, ეს უნდა უკრა, ის უნდა აი რა მიიღო რუსეთი არ შეიძლება ამ რუსთან თამაში დაუბომბა ბაზები ნეფტობაზის გონია სამალიოტის რაღაც აუფეთქა არ გაჩერდება ის
რა ვიცი, აბა რა გითხრათ. კი ბატონო, ჩემსაც აზერბაიჯანმა, რომელიც ალიევს ჰქონდა საოცარ დაბალანსებული პოლიტიკა იმისთვის, რომ ყარაბაღი დაებრუნებინა, დაბრუნების შემდეგ და სხვა შორის პუტინის ყველაზე მძიმე დღეები რო ქონდა ომის დასაწყისში, როდესაც კრახი განიცადა სერიოზული, ხო? ერთადერთი პრეზიდენტი იყო, რომელიც ჩავიდა ასამდე ხელშეკრულებაზე ხელი მოუწერა, ანუ ყველაზე მეტი თანადგომა პუტინს გამოუცხადა ალიევმა ომის დაწყების პირველ დღეებში. ესეთი თანადგომა მგონი ბელორუსიის პრეზიდენტს არ გამოუცხადებია. და უცბად იქცა რუსეთის ნომერ პირველ მტრად ეს. ნუ ესეც ხო უმიზეზოდ არ ხდება. არ ხდება უმიზეზოდ, მაგრამ რა არის ამბავი ეკატერინბურგში რაც მოხდა, ნუ ეხა ასე. კი ბატონო, მაგრამ ესეც არ შეიძლება. არც უმიზეზოდ არ დაწყებულა ეს ეკატერინბურგში რაც მოხდა და ეს უმიზეზოდ არაფერი არ დაწყებულა და ის თქვა მინდა ძალიან სახიფათოა კავკასიის რეგიონში რადიკალური ნაბიჯების გადადგმა. კიდევ ვიძახი აი სიფთხილე არის, რა ვიცი, ალიევისგან ცოტა ჩემთვის ამ ადამიანმა, ნუ იმდენი გააკეთა თავის ხალხისთვის, რომ და იმდენ ბოლო-ბოლო, ნუ საქართველოს შვიდობიანად იყიდა და დავით გარეჯი სააკაშვილს გააყიდნენ დავით გარეჯი. სიმაღლეები ჭირდებოდა ამ გარეწარმა თან. რა თქვა? თავის მართლებს რა თქვა? სტრატეგიულად ის სიმაღლეები ჭირდებოდა აზერბაიჯანს. ეს არ რა კაცი ეს ეხა მაგაში თანხა გაღებული დარწმუნებული სოკარში წილში ზის, მაგის ოჯახი მილიარდერები არიან, ხო? დარწმუნებულიო, რაც გამოჩნდება. მაგრამ ნუ აი წარმოიდგინე რა ავაზაკია, რომ აზერბაიჯანს სტრატეგიული სიმაღლეები ჭირდებოდა, თავი რითი იმართლა რა. თუმცა ჩვენ ხარჯზე სამხრეთსაც ჭირდება სტრატეგიული კავკასიონი ჭირდება საერთოდ კორიდორი ჭირდება იცის ზღვისკენ ნუ აი წარმოუდგენელი რაღაცა მივიღეთ რა საუბედუროთ რა და ცოტა გამიკვირდა ალიევი იმდენად დაბალანსებული და იმდენად სწორად მიყავდა პოლიტიკა რომ ეხა აი ამ სახიფათო თამაში რაში დაჭირდა შესვლა ჩემთვის გაუგებარია ეხა ვიღაცა აქაო რადიკალები კი მისტერია აუ ნეტალიევი ბიჭო ჩვენ რაც ვცადეთ აგერ საფლავზე აგიყვან და განახებთ შედეგებს რა და კიდე ის საოკუპაციო მართულ ხარჯებთან მიგიყვანთ და კიდე დაგანახებთ მეორამეს რა რადიკალიზაციით და ეხა კარგით რა მართლა და მართლა ყველაფერს საზღვარი აქვს რა კარგი ძარია შემდეგი და გისმენთ ზარია ეთერში აი სახიფათო თამაში რაში დაჭირდა შესვლა ეს გაუგებარია ხა ვიღაცა აქაო რადიკალები კი მისტერია აუ ნეტალიევი ზარია გისმენთ თავის ტელევიზორი მოგასვენია მსმენელმა და გათიშა კაი კიდე ზარები არ წყდება და შემოუშვი ზარი რა გამარჯობა მოგესალმებით გისმენთ კაი ხანია და ცოტა რომ გამიწვიოს და თქვენი მოსაზრება გაინტერესებს საქართველოს თურქეთთან დაკავშირებით სექტემბერში რო არის თამაში ფეხბურთზე რა სპორტია სექტემბერში საქართველოს რუსეთი ფრენბურთი და რა მოსაზრება გაინტერესებს ხა ფრენბურთის მწოდნე ნამდვილად არა ვარ და ნუ გამიხარდება რომ მოუგოთ რა თქმა უნდა და რუსეთს რატომ ეთამაშებთ ეგაც გამიკვირდა რუსეთი გონი ყველა სპორტის სახეობიდან მოკვეთილია ახლა ამ ეტაპზე მით უმეტეს თურქეთს ეთამაშებით და თურქეთს გონია რომ შერმადინი გაიტანს რამოდენიმე გოლს კალათბურთზე საუბრობ თქვენ თუ ფრენბურთი და შერმადინი ფრენბურთში არის კი ბატონო დიახ არ ვიცი კი ბატონო ნუ ალექსანდრე შერმადინი ჩინური არის ახლა თქვენ რასაც მესაუბრებით ნამდვილად არ ვიცოდი რომ ის ზუსტად ვიცი რომ ჩინური მანქანებით კარგი არის ის ზუსტად ვიცი რომ უკრაინას ვეთამაშებით გადაობის ხასიათზე ხარ ეთქობა კაია ეგ ღმერთოს გაღადაოს ისა უკრაინას ვეთამაშებით უახლოეს მსოფლიო ჩემპიონის წესარჩევში კალათბურთში ეს იქნება ნუ აი ევროპის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ და აი ნამდვილად მივალ ერთი მიზეზით ამ თამაში ისედაც სუდავდივარ მაგრამ ნუ ამ ნამდვილად მივალ იმიტომ რომ თუ ისე ის გარეწარი მწვრთნელი ყავთ უკრაინას ის ლიტველი რომელიც ყველათ ახლა ვერ გავიმეორებ ეთერში უხავსი ჟესტიკულაცია გამოავლინა ქართველების მიმართ დამთავრებული მატჩის შემდეგ უკრაინაში პოლონეთში უпростоრეთ საქართველოს უკრაინა აი წუთასო ერთი დაუსტვინო და ერთი მივაგინო იმ ლიტვალ წვნელს რა თქმა უნდა უკრაინელსაც წარმატებას უსურვებდა ქართულ სპორტსმენებსაც სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთსგან უნდა გამიჯნულიყო მით უმეტეს კალათბურთის წვნელს რა უფლება ქონდა ქართველი სპორტსმენებისთვის შეურაცხყოფა მიეყედებოდა ზარია შემდეგი გისმენთ ალო თოპირა ბნელი იყო ფრენბურთი და შერმადინი ხა თუ გადაო და უნიჭო მოგადავ იყო თუ და მაგარდებელი იყო ზარია გისმენთ ალო დიახ გისმენთ ეთერში ხართ გამარჯობა ბატონო მალხარ მოგესალმებით
ხარ კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო აჭარლები თქვენთან არის გაუმარჯო საქართველოს. გაიხარე. გენაცვალე. გაიაცი. თქვენ მაგარი კაცი ხართ ბატონო გახარ და ერთი თეოდეკი და საქართველოს და გაუჩვახოთ მაგრამ ყველა. კი ბატონო, ღმერთთა ერთიანობა მოგწეს, ერთობა მოგწეს და მე მართლა ბევრს გაუჩვახებ. ერთმა დაგლოცეთ, ერთმა უთავე აგენ ბატონი გვერდჩიუბიკა სახელი არის ბოდიშკეტი. ერთმა დაგლოცეთ მაგარი ხალხი ხართ და თელ საქართველოს გაუმარჯოთ. აჭარლები თქვენთან არის. ხარ კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო აჭარა რატომ გამოვტიეთ საწყალი საქართველოს? თქვენ მაგარი ხალხი ხართ და ჩამოაყალიბეთ ერთი ქართველებს რომ ებრძვიან ყველა დამარცხებიან იცოდე გენაცვალეს წიაჭ მეცვა დაგლოცი გაიხარეთ ხვალე უდიდეს ქრისტიანული დღესასწაული გვაქვს და ჩვენი მფარველობის და ჩვენი წილხვედრობის ანუ ქვეყანა ვინც განვეკუთვნებით არ ვიცი ჩვენ მივაკუთვნეთ ჩვენი თავი თუ მარიამ ღვთისმშობლის მარიამობა 28 აგვისტო არის უდიდი ქართველებისთვის აი ისედაც უდიდეს ქრისტიანული დღესასწაულია მაგრამ ქართველებს განსაკუთრებულად დიდი დღესასწაული სულ რა თქმა უნდა ამ დღესასწაულს გილოცავდა ხა ესეთი ზარი რო იყო ღვთისმშობლის კალთა მართლა ფარავდეს საქართველოს და ალბათ ყველა დაისჯება ვინც საქართველოს ებძვის რა გაიხარეთ ამ ზარისთვის შემდეგი ზარი გისმენთ ნუ ბოდის გიხდი ეგან შემიტყდა ზარი და ბოლოცას დამოვიტყდა ფალინდელ დღეს გილოცავ გაიხარეთ აი და თუ გამარჯვებული მენახე მაინტერესებს აი რუსეთის ამბავი თქვენ ხო ხედავთ ორი პოლიტიკის დაპირისპირება რუსეთი ჩინეთი ინდოეთი არის დანარჩენი სამყარო და აგერეს ევროპა და რა იქნება ბოლოს აი ეს შედეგი მაინტერესებს მე რა იქნება ნუ ახლა ან გაიყო ხა ისო კიდაძე არა ყველაფერი იქნება და მართლა არ ვიცი ყველაფერი აი სამწუხაროდ ეგ ამის პროგნოზირება იმდენად დღევანდელი სამყარო იმდენად არაპროგნოზირებადია იმდენად არაადეг აი ევროპელ ლიდერებს გადავხედოთ ხო ახლა საფრანგეთის ლიდერები რო იყო ჟაკ შირაკი რო იყო და დეგოლი რო იყო და ინგლისის ლიდერები რო იყო მარგარეტ ტეტჩერი რო იყო და ჩერჩილი რო იყო ის უდიდესი ადამიანი დღეს ნახევრად მოსოლილო გათხოვილი მამაკაცები რაღაც წარმოუდგენელი ტიპაჟები არიან და მათ ხელში რა იქნება ამის პროგნოზირება სრულიად წარმოუდგენელია იმიტომ რომ იმათი ფსიქიკაც კი ჩემთვის არის აი ყოვლად ამოუცნობი რა ამერიკელები აღარ ირჩევენ 80 წელზე ახალგაზრდა პრეზიდენტს ხო ყავდათ წინა პრეზიდენტი ყავდათ ადამიანი რომელიც თავის კაბინეტს ვერ აგნებდა რო გავიდოდა გარეთ იკარგებოდა ხო აი როგორ შეიძლება აქ რაიმის პროგნოზირება რუსეთს ყავს ადამიანი რომელიც მხოლოდ ის იცვლება რუსეთის ეს ადამიანი ბერდება მაგრამ მაინც ისახავთ ხო აქაც ძალიან ძლელია ერთადერთი პროგნოზირებადია ოღონდ თავში რაუდეთ დედამიწაზე არავინ არ არის არც ერთმა ანალიტიკურმა სამსახურმა ეს არის ჩინეთი ეს არის ყველაფერი პროგნოზია და 150 წლით თავთ გათვლილი წინასწარ ყველაფერი და ხა იმათ თავში რა იხარშება და რა დევს ნამდვილად არ ვიცი რთულია ამის ხა ნახევრად ხუნობით ვიტყვი შეიძლება საერთოდ საკონსერვო ჭირდებით ესა და დანარჩენი სამყარო რა დაგვაკონსერვო ღმერთმა იცის აბსოლუტურად ხა ნუ ეს ხუმრობით ვიტყვი რა თქმა უნდა ჩინელები უდიდესი ცივილიზაციის და კულტურის მატარებელი ხალხია და დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი მართლა მნიშვნელოვანი პარტნიორი არის მაგრამ ნუ აი რაღაცის პროგნოზირება ძალიან არა კეთილშობილი საქმე არის რა ბევრად მარტივია თქვა კალათბურთს ანგარიშები გამოიცნო აგერ სულ ყველა ერთად როგორ დავთავდება ვიდრე ის თუ რას აპირებს ჩინეთი ზარია ისე ისმენთ ცუდად ისმის დღეს ეთერში ბრძანდებით არ საუბრობს ხმა ისმის ტელევიზორის და თვითონ არ საუბრობს კარგით გაითიშა გისმენთ შემდეგი ზარი ეთერში ხართ კი ბატონო გამოდე რამან ჯავახითან და ვიდეოები რო უდებ თოხები ისე რო უდებ და მარათონ აღწევდა მომთხრობა აუ სამწუხაროდ აი დაახლოებით ხვდები რაზეც საუბრობდა რა თურქეთი ჯავახეთი და ალბათ თურქმესხებზე იყო აქ საუბარი ოთარ მე და შენ ამაზე არ გვისაუბრია საკმაოდ ძიმე მოთხოვნა წამოგვიყენეს ამ თურქმესხებზე
როგორც დასავლეთმა რა, ასევე თავად თურქებმა რა, ეს ძალიან და რაღაც პირობები არის და ეს არის ერთ-ერთი კიდე უმძიმესი კატასტროფა იქნება დღეს რაღაც 100,000-ობით სხვა ეთნოსის შემოყვანა ქვეყანაში, როდესაც ჩვენი ამდენი ტოლვილისთვის ვერ მოგვივლია და ვერ მიგვიხედია ღირსეულად როგორც ესა და ხო და რა ვიცი, შემიძლია ძალიან ადრე ესეთ რაღაცებს სიგიჟებზე საუბარი და რა თქმა უნდა ამას ვერ მიჯნებით და არ ვეთანხმებით. განსაკუთრებით ჩვენი პრეზიდენტის ვიზიტისას გამოვლინდა ეს ნომერ პირველ პრობლემა დაასვა თურქეთმა. ხო და თუ ეხლა ის ადამიანები საპასუხოდ ჩვენ ვერაფერი ვერ და ის ადამიანები თუ ესე ეძვირფასებად თურქეთში მიიღო ეკონომიურად ბევრად ძლიერები არიან და ტერიტორიითაც და რა ვიცი, მათ შესაძლებლობები საქართველოს შესაძლებლობას ასჯერ ცდება. ზარია შემდეგი და გისმენთ. ალო. ეთერში ბრძანდებით გისმენთ. ერთი რა მინდა რო თქვა. დამავიწყდა რა ერთ სიტყვით. ეხლა დავრეკე, მაგრამ აღარ მომახსენდა. ესე იგი უწერია ასე რომ ჩინეთმა უნდა დაარტყას რუსეთს და ჭირდება ტერიტორია ჩინეთს რუსეთის ტერიტორია თან ბოგი აქვს იმიტომ რომ საბსტაკაშვილის დროს რო გადმოვიდა საზღვარზე რუსეთმა გაუშვა ლაზარიშვილები და დაწვას უყველაფერი და მაშინ საბსტაკაშვილი ძლიერი იყო ეხლა ჩინეთია ძლიერი ძალიან რუსეთია დასუსტებული და აქ დოგი და დაარტყამს კიდევაც დენასტორებს თქვენ და რა მოხდება მერე ეს ივანიშვილი სად შეძრება ვირის უკან იმას დევინახამ ჩამოატრევენ და კარგი დიდი მადლობა ზარჩვა ცოტა გაურკვეველი ხა ჩინეთი და რუსეთი წაიჭრნენ და ივანიშვილის აწავო ხა ანთემებს ერთმანეთზე მიბმა რა აი მართლა ვერ ხვდები როგორ შეიძლება ეს მივაბად იმას გამოვრიცხავ რომ ჩინეთმა ძალა იხმაროს რუსეთს წინააღმდეგ მე მართლა აი რასაც გამოვრიცხავ არც დაჭირდება ძალა ეკონომიკური ექსპანსია მაინც თავის დროზე თავისას იზავს აბსოლუტურად სხვანაირი ექსპანსია მიმდინარეობს იქ და არანაირი დარტყმა არ იქნება ეს დაივიწყეთ აი თქვენ ხო თქვით რომ დაიხსომეთ ჩემი სიტყვა რომ ეგეთი რამე არ მოხდება შეიძლება დაეუფლოს რუსეთს მაგრამ არანა ყოველგვარი დარტყმისა და ზედმეტი ხმაურის და ზედმეტი ჩხუბის გარეშე შეიძლება მოხდეს ეს რაც შეეხება ხა ივანიშვილის ამ თემასთან მართლა გაუგებარი არის აი მართლა ვერ ხვდები რანაირად მოახერხეთ და დააკავშირეთ ერთმანეთთან თუმცა ნუ არსებობს ყველანაირი ლოგიკა და ალბათობის თეორიაც არსებობს ყველაფრის ალბათობის თეორიაში ალბათ რამდენიმე მილიარდში ერთ-ერთი ვარიანტი თქვით და ნუ არ არის გამორიცხული მილიარდში ერთი ვარიანტი მოხდეს ოთარ ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება ერთი წუთი დაგვრჩა და მოგეთ რა ვიცი ძირითადად რასაც მაყურებლებისგან ჩვენი მსმენელებისგან გავიგეთ მართლაც ის პრობლემები აწუხებდა ის ეკონომიური პრობლემები რაც საქართველოში არის რისთვისაც ერთმა კიდევ გვისაყვედურა რომ მე ხშირად არ უყურებავ თქვენს გადაცემებსო მაგრამ ესე იგი მე თქვა უკვე საუბრის ბოლოს რომ ამ თემებს არ აშუქებთ ახლა თუ არ უყურებ ჩვენ გადაცემებს რა თქმა უნდა ვერ გაიგებთ მოდი პირდაპირ ვაშუქებთ თუ არა და მე არ ვიცი გადაცემა არ გასულა ამ ეთერში ჩვენი და ჩვენი მეგობრების მიერ რომ ჩვენ ეს თემები არ წამოგვეწიოს სულ სოციალურ თემატიკაზე ვსაუბრობთ, სულ ეკონომიკურ პრობლემებზე ვსაუბრობთ და სულ იმაზე ვსაუბრობთ, რა ცუდად იმართება ეს ქვეყანა და რა ცუდ დღესში არიან ჩვენთან გაჭირვებული ადამიანები. საშინელ სოციალურ უთანასწორობაზე, საშინელ სოციალურ ურთიერთგაუტანლობაზე, იმაზე რომ 9 მილიონზე მეტი ადამიანი სოციალურად დაუცველია, მეორე 9 მილიონი. ამიტომ ჩვენ დაგვაბრალო რომ ამაზე არ ვსაუბრობთ. არ ვიცი, გონი ერთადერთი ტელევიზია. ინგა გრიგოლიასთან იმის გარდა რომ ვიღაც პოლიტიკოსები აქოს და მეორე ნაწილი აძაგოს და რაღაც ევროპა აქოს და რაღაც სხვა ქვეყნები არაფერი არ ხდება ლიბერალურ არხებზე, ხელისახელმწიფო არხებზე მხოლოდ ქებადადება ხდება და ერთადერთი აქ ხდება ამის რა ვიცი მე სხვაგან არ მომისმენია. ამიტომ მოგიწოდებთ რომ ხშირად გადართოთ ობიექტივზე და გვისმენთ და მოსვენას კიდე ჯობია რომ ხმა მოგცათ, იმიტომ რომ რეალურად თუ რაღაცა მართლა რეალურად რაღაცა შეიცვალოს, ალბათ იზალავთ, რომელიც რაღაცა შეცვლის. კარგით, დროა მოგვეწურა და კარგად ბრძანდებოდით მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე.